მოგესალმებით მეგობრებო, დღეს თქვენთან ერთად მოვამზადებ საქონლის გულღვიძლის ყაურმას. ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებთ და დიდი თხოვნა მექნება კომენტარებში მომწეროთ თქვენ თვითონ როგორ ამზადებთ. აქ ამ ქვაბში მოთავსებულია საქონლის გული, ღვიძლი, ფილტვი არ მიყვარს და არ შევიძინე შეგნებულად, ელენთა და ქონი. ეს ყველაფერი დავჭერი და კარგად გავრეცხე. დავდგი ძალიან დაბალ ცეცხლზე. თავიდანვე ვაგდებ ქვაბში მწარე წიწაკას, ორცალ დაფნის ფოთოლს, ერთ კბილ ნიორს, ასევე მაქვს დაჭრილი მსხვილად წითელი ხახვი. ხახვი არ მეზოგება, რაც ბევრია, უფრო უკეთესი გამოდის. ეხლავე ვაყრი წვრილად დაჭრილ ქინძს, რომელიც ძალიან უხდება. ასევე ვამატებ კახურზეთს, სურვილისამებრ, რაოდენობა შეგიძლიათ თქვენ თვითონ განსაზღვროთ. ვამატებ წყალს, წყალიც არ არის ბევრი საჭირო და ასევე თეთრ ღვინოს. თეთრი ღვინო ანეიტრალებს სპეციფიურ სუნს და აძლევს უფრო არომატულ გემოს. 100 მლ სრულიად საკმარისია. მაშინ ასე დავდგავ ძალიან დაბალ ალზე, დავაფარებ თავსახურს და დაველოდები სრულ მომზადებამდე. ბოლო მომენტში უმატებ მარილს.